ტური და გრძელვადიანი პროცესების გაღვივება და ხანგრძლივი ბრძოლაც კი. ქართული თეატრის ავტორები უკვე დაგვპირდნენ, რომ ყოველი ახალი ამბავი, რომელიც სცენაზე გათამაშდება, იქნება ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და სინამდვილეში რა შეუძლია თეატრს და ზოგადად ხელოვნებას. ამ თემაზე ვისაუბრებთ ხელოვნებათმცოდნე სოფო კილოსონიასთან, სტუმართან ერთად დრამატურგი დავით გაბუნია შემოგვიერთდა. სოფო, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა მნიშვნელოვანი თემისთვის, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელსაც კარგი სიღრმისეული ჩაღრმავება სჭირდება იმისთვის, რომ ძალა ყველამ კარგად დაინახოს, თუმცა პროცესშიც ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება აკვირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხის პერიოდი, რაც გავიარეთ და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების გვერდით ხელოვანების ხმა ძალიან ხმამაღლა ისმის. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და დავით დათოს მობრძანებისთვის. ჩვენ წინა გადაცემაში ჩემს რუბრიკაში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელოვნება ამ პროტესტის ფარგლებში და კონკრეტულად თუნდაც თეატრი ახალ ფორმებს ეძებს. ამ შემთხვევაში რეჟისორებმა დაგვიანონსეს, რომ მაშინაც კი თუ კი დაბრუნდებიან სცენაზე, სცენიდან გავიგონებთ ისეთ სიტყვას, რომელიც იქნება ხარისხობრივად თუ სულისკვეთებით ახალი. თუმცა ალბათ თეატრის სცენაზე ყოველთვის უნდა იყოს მიზნად ითქვას ისეთი სიტყვა, რომელიც მაყურებლის პრობლემებს უპასუხებს და იქნებ გამოსავალი ან გზები დაანახოს, ეს უკვე არ ვიცი. მაგრამ აი ამ მოცემულობაში ჩემთვის ძალიან საყურადღებო ამბავი მოხდა სამეფო უბნის თეატრში. სამეფო უბნის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითმა ჯგუფმა წარადგინა თარგმანი და გამოცემა ანტონინა არდოს წიგნისა თეატრი და მისი ორეული. მეტნაკლებად თეატრის დაინტერესებულმა აუდიტორიამ იცის ეს ავტორი, მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც რეჟისორის, როგორც თეატრის მკვლევარის თუ მოაზროვნის ხედვა ალბათ რთულად თუ მოიკიდებდა ფეხს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მისი აზროვნების თავისებურებების გამო, მაგრამ ამ ვითარებაში ერთიორად საინტერესო აღმოჩნდა ესეთი აქცენტი აღნიშნულ მსოფლმხედველობაზე, რადგანაც ხშირად გვსმენია ან გვიგრძნია, როდესაც წაგვიკითხავს მის შესახებ ან მისი ტექსტი, რომ ის ახორციელებდა გარკვეულ დიდ ცვლილებას, გარკვეულ რევოლუციას სათეატრო ხელოვნებაში, რომელიც ძალიან მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული მაყურებლის საზოგადოების რეალურ სივრცეში ცვლილებებზე არის ორიენტირებული. და ვიდრე დავიწყებდით ჩვენს რუბრიკას, აღმოვაჩინე, რომ ბოლო სიტყვაობაში სწორედ ეს წერია თეატრის გარდაქმნა ცხოვრების რევოლუციასაც ნიშნავს და ამიტომ ეს მხოლოდ ვიწროთ თეატრალური სფეროსთვის არ არის საინტერესო, ეს არის საინტერესო ყველასთვის, ვისაც ესმის და აინტერესებს და ელის ხელოვნებისგან ისეთ თავისუფლებას და თავისუფალი აზროვნების ველის შექმნას, რომელმაც უნდა გააძლიეროს მოქალაქე და ეს ძლიერი მოქალაქე უნდა აფართოვებდეს და ავითარებდეს სივრცეს თავისუფლებისთვის უკვე რეალურ ცხოვრებაში და ეს დღეს ისე როგორც არასდროს შეიძლება სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ უახლოეს ჩვენს წარსულში ასეთი აქტუალური, რომ ყოველმა მოქალაქემ ყოველდღიურად განავითაროს და გაასუფთავოს სივრცე თავისუფლებისთვის, მოქმედების და გამოხატვის თავისუფლებისთვის, დღეს ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. დავით, მე დაგვპირდით, რომ ბევრს არ ვისაუბრებდი. რატომ პირიქით? დრო გვაქვს ასე რომ მოგიძლიათ ორივეს თამამად. მოდით ჯერ რომ არ დავაზარალოთ არტო, ისევ უფრო პროფესიონალურად, რაც თქვენ შეგიძლიათ ჩემზე უკეთ ამ შემთხვევაში. მე რატომ ახლა? კი ბატონო, ორი სიტყვით ვილაპარაკებდი თავიდან ცოტა ტექნიკურ ნაწილზე, თუ შეიძლება ითქვას, სამეფო უბნის თეატრში ბევრი წელია უკვე ფუნქციონირებს თემურჩხეიძის სახელოსნო.
რომელსაც ბატონი თემური უძღვებოდა წლების განმავლობაში მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმეც გრძელდება ჩვენთან. ეს არის თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არსებობს ჩვენთან და სწორედ ამ ორგანიზაციის და ამ სახელოსნოს ეგიდით გამოსცა სამეფოუბნის თეატრმა ეს წიგნი. როგორც თქვათ, მათი საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი კომპონენტი, იმიტომ რომ სწორედ ბატონი თემურ ჩხეიძის მიდგომა იყო ამ საქმისადმი ასეთი ამ სახელოსნოს იდეა სწორედ ეს იყო, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია ამ სფეროში, თეატრის სფეროში და ვთქვათ, ფუჭია ყველანაირი რაღაცა თეორიული გააზრება თუ ამას ძირს არ უმაგრებს, საფუძველში არ უდგას კარგი, მყარი პრაქტიკული გამოცდილება და ამიტომ ვთქვათ, იქ პრაქტიკულად რეჟისორებთან და დრამატურგებთან მუშაობის გარდა ასევე ვთქვათ, ესეთი საგანმანათლებლო ეს არ არის პირველი პუბლიკაცია ამის თქმა მინდა და იმედია რომ კიდევ იქნება, მაგრამ არტო არის განსაკუთრებული შემთხვევა ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. მე თვითონაც მიგვერს ხანდახან, იმიტომ რომ არა მხოლოდ თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ თავიდან, არტო არ არის მარტო თეატრის კუთვნილება. ის ძალიან ფართოდ და შორს გაცდა თეატრს, გააცდინეს უბრალოდ ფილოსოფოსებმა განსაკუთრებით და ლამის მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დიდი მოაზროვნე არ დარჩენილა, ვინც რაღაც მხრივ არ შეეხო არტოს ფიგურას და მის ნაზრებს. ეს ტექსტი არტოს როგორც თეატრის პრაქტიკოსის გამოცდილებების და შეხედულებების რაღაცა ესე დისტილირებული ვერსია. წლების განმავლობაში იგი ხან ლექციებს კითხულობდა, ხან რაღაც გარკვეულ სტატიებს აქვეყნებდა და მე ამ ყველაფერს ერთად თავი მოუყარა 30-იანების ბოლოს და მაშინაც კი, აი ჩვენ ვთქვით დასაწყისში, რომ ცხადია რომ საბჭოთა კავშირში ეს ფეხს ვერ მოიკიდებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ წაკითხული ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა, რასაკვირველია ჩვენ ისევე როგორც კიდევ ბევრი სხვა მოაზროვნე თუ ავტორი თუ მნიშვნელოვანი ფიგურა კულტურის და ხელოვნების ისტორიაში უბრალოდ გამოვტოვეთ საბჭოთა დროს, იმიტომ რომ მათი ხელმისაწვდომი არ იყო ეს ფიგურები და ბევრად გვიან შემოაღწია ჩვენში ასე ვთქვათ გადმოჟონა რაღაცა იდეებმა. მცირედი ცალკეული თავების თარგმანები ქართულად არსებობდა 80-იან წლებშიც არის პატარა რამდენიმე ფრაგმენტი, მაგრამ ასე სრულად და მთლიანად და ფრანგულიდან ნათარგმნი და ვთქვათ ასეთი თავს რო დავდებთ, ხო, ეს მნიშვნელოვანია. ბაჩანა ჩაბრაძის არის ეს თარგმანი, ბაჩანა ჩაბრაძეს ქართველი მკითხველები კარგად იცნობენ. ამას ბევრი არაერთი წიგნი აქვს ფრანგულიდან ნათარგმნი, პოეზიაც, დრამატურგიაც განსაკუთრებითაც ძალიან მნიშვნელოვანია. არტოსთან მომიჯნავე და ახლოს მყოფი დრამატურგები მას უთარგმნია და კიდევ არაერთი წიგნი და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ვთქვათ, სწორედ თეატრის ბაზაზე გამოვეცით ეს წიგნი, ასე ვთქვათ, თეატრალური გამოცდილებაც ამ რედაქტირებაში ჩაერია. ეს ახლა მოსაწყენი ტექნიკურ ნაწილს რომ მოვრჩეთ, რატომ არის ეს წიგნი მნიშვნელოვანი, რატომ არის შეიძლება ითქვას ასე გადაჭარბებით, რატომ ვაფასებ მე თვითონ ადამიანი, რომელიც ჩართული ვიყავი უშუალოდ, ხო, რატომ ვიქებ თავს შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ არტო არის რადიკალი მოაზროვნე, განსაკუთრებული მოაზროვნე, რომელიც ძალიან ცალკე დგას და რომელმაც თვითონ იქ ჯერ კიდევ საფრანგეთში, როდესაც ის ამ ყველაფერს წერდა, იქაც კი არ იყო ნიადაგი მზადი. მიუხედავად საფრანგეთის ასეთი ძალიან დიდი ავანგარდისტული გამოცდილებების ხელოვნებაში, რომელიც 30-იან წლებში უკვე ლამის დასრულებული იყო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ იყო მზად, შეიძლება ითქვას, იქაც ნიადაგი ამ და მოგვიანებით უფრო და უფრო დაფასდა და უფრო და უფრო თეატრის პრაქტიკოსებმაც და ფილოსოფოსებმაც უფრო გაიგეს რა იგულისხმება, რას გულისხმობდა არტო და შეიძლება ითქვას ბოლომდე მაინც ვერა. ჩვენს რეალობაში რადიკალიზმი რაში მდგომარეობდა შეგვიძლია გვაქვს ამის. კი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ისე ვთქვათ, მიწაზე რო დავიდეთ, რასაც უშუალოდ ეხება არტო, ეს არის თეატრის რეფორმა, რასაც ის ითხოვს, რასაც ვთქვათ, არა მხოლოდ ითხოვს, არამედ სახავს პერსპექტივას და რაც ვთქვათ, დღევანდელი თეატრალური გადასახედიდან ჩვენ სრულებით ჩვეულებრივი რამე გვეჩვენება და არ იყო ჩვეულებრივი რამ 30-იან წლებში დიდწილად მისი დამსახურება ის, რომ ვთქვათ, არტო ითხოვს, რომ ტექსტის დამყაყებული ჭაობიდან, ასე ვთქვათ, ტექსტის მარწუხებიდან გავათავისუფლოთ თეატრი და თეატრი გახდეს რეჟისორის
უფრო ვიდრე დრამატურგისაც წესით, როგორც დრამატურგს მე არ უნდა სიამოვნებდეს, მაგრამ ჩემ პირად სიამოვნების და თავის მოქონვის მიღმა ამაში ძალიან დიდი აზრი დევს. ის რომ ვთქვათ, ტექსტი როგორც გარდაუვალი რაღაცა ბედისწერა, როგორც ჩაკეტილი სტრუქტურა, რომლის ილუსტრირებასაც უნდა აკეთებდეს სცენაზე დადგმა, წარმოდგენა, თეატრი უნდა ახორციელებდეს ამ ტექსტს, არტო ამ აზრს სრულებით უარყოფს და გვთავაზობს სრულიად სხვა ახალი რეალობის აღმოჩენას და საინტერესო არის ზუსტად ის, რომ ასეთი ამ ტექსტს ნამდვილად აქვს ასეთი ეფექტი თვალსაწიერის გამაფართოებელი, შეიძლება უცებ რაღაცები მიუღებლად მოგეჩვენოს, რომ ეს ძალიან რადიკალურია ეს აზრი და იქნებ დავფიქრდეთ, თქო, ღირს თუ არა ამას ესე გავყვეთ, როგორც ინსტრუქციას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თვითონ არტოს დამსახურება ისიც არის, რომ მათ გააფართოვეს საფრანგეთში მან გააფართოვა, ასე ვთქვათ, თვალსაწიერი ბევრი ადამიანის აღმოსავლური გამოცდილებები შემოიტანა, ვთქვათ, დიდწილად აღმოსავლური თეატრის გამოცდილებებთან ზიარების შედეგი იყო, არა მხოლოდ, მაგრამ დიდწილად ესეც იყო და თქვა, რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, უსაფრთხოა და რუტინულია, არის მომაკვდინებელი, ეს ნიშნავს სინამდვილეში სიკვდილს. თუ ჩვენ არ გავაფართოვეთ ჩვენი თვალსაწიერი და არ გავიხედეთ ჩვენი საკუთარი გამოცდილების გარეთ და არ გავამდიდრეთ სხვისი გამოცდილებით, საკუთარი გამოცდილება, ეს ხა მე რასაკვირველია ძალიან მამარტივებ ამ აზრს დამსახურებას, რაც არტოს მიუძღვის კიდევ უფრო ბევრია და მრავალშრიანია. მაყურებლის ფაქტორზეც რომ საუბროთ, მას აქვს გარკვეული ხედვა, რა უნდა გამოიწვიოს მაყურებელში ასეთმა წარმოდგენამ. ეს შოკი, ასე ვთქვათ, მაყურებელზე ჩვენთან ძალიან აქტუალურია თეატრის პოლიტიკურობა, არაპოლიტიკურობის საკითხი და ვისაც როგორც აწყობს, ისე მოაბამს ხოლმე ქოთანს ყურს, საიდანაც აწყობს, როდესაც თვითონ იყვნენ პოლიტიკურები და ამის გამო ქულებს იწერდნენ, მაშინ შეიძლებოდა რომ თეატრი პოლიტიკური ყოფილიყო და დღეს თურმე არ შეიძლება ჩვენ უფროსი თაობის ხელოვანებისგან გვესმის ხოლმე ესეთი კრიტიკა, რომ არ არის თეატრის ადგილი ქუჩაში, არ არის თეატრის რაღაც თითქოს რაღაც ესეთი განყენებულ ესთეტიკურ რაღაცა, არ ვიცი, გაუგება რაღაცა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, ხო, თეატრის სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ ვიყოთ უბრალოდ გამრთობები ადამიანების და დავაჩლუნგოთ სიმძაფრის აღქმა რეალობის, რისიც მტერი არის არტო. რომ ვთქვათ, ჩვენ შევქმნათ ილუზია კმაყოფილების, ილუზია დასრულებულობის, ლოგიკურობის და გასაგებობის, ანუ ასეთი უნდა იყოს თეატრალური სანახაობა, ვთქვათ, ძველი გამოცდილებით და იქ გაუგებარი არაფერი არ უნდა დარჩეს და მე ყველაფერზე უნდა გამეცეს პასუხი. ეს არა მხოლოდ არტო, არამედ ბევრი თეატრალური, ვთქვათ, იგივე ბრეხტიც, საერთოდ სხვა მიმართულებით, მაგრამ ისიც, ვთქვათ, რაღაცა მსგავს გადაგებდა, რომ ეს არის სიკვდილი. ეს ნიშნავს ამ ხელოვნების დარგის სიკვდილს, თუ ის გამოიყენება როგორც ანესთეზია მაყურებლის მიმართ, როგორც რაღაცა გამაბრუებელი და ამბანგოელი საშუალება და არა შემძვრელი, სული შემძვრელი და შოკის მომგვრელი და ჩვენ აქედან პირდაპირ წავალთ ანტიკურ საბერძნეთში და იქაც ვიტყვით, რომ თქვა ანტიკური ტრაგედია, რომელსაც ესე ვართ თუ არა მისი მკითხველები თუ მომხმარებლები, ასე ვთქვათ და ვიცნობთ თუ არა მას, რაღაცნაირად ერთმნიშვნელოვნად ეს არის რა ქვია. კერპია, ხო, ეს ანტიკური ტრაგედია დიდია, ამაზე ვთანხმდებით და იმას ვივიწყებთ, რომ ანტიკური ტრაგედია დაიბადა ზუსტად ათენური დემოკრატიის შუაგულში. ხო, ამის გარეშე ამ პოლიტიკური ურთიერთკავშირი მათ და ამ ორ შორის ძალიან დიდი პოლიტიკური კავშირია, რო არაფერი ვთქვათ კომედიას. ის საერთოდ პოლიტიკური იყო თავიდან, ხო, რადიკალურად პოლიტიკური იყო. მათ შორის ძალიან დიდი სიღრმისეული კავშირია და თეატრი პირდაპირ დაიბადა დემოკრატიაში, როგორც შესაძლებლობა, საერთოდ როგორც ხელოვნების ფორმა და მეც ვთქვათ სხვადასხვა ეპოქებში თუ ეხლა ძალიან შორს რო არ წავიდეთ, ყოველთვის იყო ამასთან დაკავშირებული, ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, როგორი ზემოქმედება მოეხდინა მაყურებელზე, ხო? იმის გარდა, რაც ვთქვათ, აპრიორი, რაც თავისთავად მოდის კომპლექტში სახელოვნებო დარგთან, რომ მან უნდა გამოიწვიოს გარკვეული ესთეტიკური შეგრძნებები, იმის გარდა თითქმის თქვენ ვერ ნახავთ თეორიაში, იგივე დრამის თეორიაში ან თეატრის თეორიაში ავტორს, რომელიც არ ფიქრობს მაყურებელზე და რომლის ცენტრშიც, ყურადღების ცენტრში არ დგას მაყურებელი თანაბრად, როგორც თქვა სახელოვნებო, ისევე როგორც არტოსთან, ხო, ბევრი სხვა თეორეტიკოსთანაც, თანაბრად მნიშვნელოვანია რას ვუკეთებთ მაყურებელს, ანუ როგორი აღიქვამს მაყურებელი სახელოვნებო ნაწარმოებს და რას, ვთქვათ, რა მოთხოვნებს უყენებთ შესაბამისად ჩვენ ხელოვნებას და თითქმის ყოველთვის ეს მოთხოვნა პოლიტიკურია. თითქმის ყოველთვის დიდი ავტორები, რომლებიც ჩვენ გვსმენია, რომ შეიძლება არ წაგვიკითხავს, მაგრამ ვიცით,
ბევრი მეც არ წამიკითხავს, ვაღიარებ, მაგრამ თითქმის ყოველი მათგანი იყო რაღაცნაირად გამრღვევი იმ სივრცისა, იმ ჩაკეტილობისა, რომელშიც თქვათ მისი ეპოქა იხარშებოდა რაღაც ერთ წვენში. და ამ გარღვევით, ამ რევოლუციურობით და ამ რაღაცნაირი დარღვევით იმ რუტინისა, რომელშიც ისინი ვითარდებოდნენ, ისინი დარჩნენ ისტორიაში დღეს. დღეს ისტორიის კუთვნილებები არიან, თქვათ, რა ვიცი, მოლიერი იქნება თუ ვინც იქნება, მაგრამ როგორი ესეთი თქვათ პიონერული იყო შეიძლება ითქვას მათი საქმიანობა თავის დროზე კიდე ცალკე საკითხია და ამიტომ ამ ყველა გამოცდილების შემდეგ უკვე მე-20 საუკუნე ჭეშმარიტი მე-20 საუკუნე შეიძლება ითქვას ეგრეთ წოდებული პოსტდრამატული თეატრი, რასაც ჩვენ უწოდებთ პოსტდრამატულს, ესე იგი რომელიც არ არის სადაც თავარი იარაღი არ არის მხოლოდ ტექსტი, არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტით როგორც დრამატურგიული ნაწარმოებით დასრულებული პიესის ფორმით, ხო? ამის მოყოლა არ არის მხოლოდ ერთადერთი რამ, რასაც ის ემსახურება და ესე ვთქვათ, მაყურებლის მაძღარ, ასე ვთქვათ, თვლემაში, მაძღარ ჩაბნელებულ დარბაზში, მაძღარ სიამოვნებაში ჩაძირვა თუ ეს არ არის მთავარი, ამ ყველაფრის თუ არის გამოფხიზლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეიძლება ითქვას თამამად ერთ-ერთი მამა ნამდვილად არის არტო. და ერთსაც ვიტყოდი ამ წიგნზე, ამ ვთქვათ, ამ მისი დანიშნულების და მნიშვნელობის, კულტუროლოგიური მნიშვნელობის გარდა, მე ვიტყოდი, რომ საკითხავად საინტერესო წიგნია ძალიან, საკითხავად, ну ეს დიდწილად კიდევ ბაჩანას დამსახურება, რა თქმა უნდა, რომ კარგად თარგმნა ეს წიგნი ძალიან ფრანგულიანი და ბაჩანა ჩაბრაძის. აი როგორ გითხრათ, თითქოს სავარჯიშოებია აზროვნებაში, არის პროვოკაციული აზრი, რომელსაც უნდა მიყვე, რომელიც გაგაღიზიანებს, იწვევს შენში გარკვეულ იმპულსებს. და პირველი რეაქცია არის წინააღმდეგობა, არა ეს ასე არ არის. და მერე მოდის თქვათ რაღაცა რეფლექსიის პერიოდი. ალბათ ესეთიც უნდა იყოს. ალბათ ზუსტად ესეთი მაპროვოცირებელი ფორმების გამო, რომელიც მას აქვს ესეთი რადიკალიზმი, ამ რადიკალური ვახსენეთ ჩვენ რადიკალური მოაზროვნე, ამის გამო არის ეს ავტორი დღემდე ასეთი მნიშვნელოვანი და კარგია რომ გვექნება ქართულად. ძიმე იქნება კითხვის პროცესში იმის გააზრება, რომ რა ვიცი საუკუნის წინ ადამიანი რაზეც წერდა, დღეს სამწუხაროდ ჩვენს თანამედროვეობაში ეს კითხვები იმედნაკლებ, ანუ ის პრობლემები, ამაზე საფიქრალი პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ კვლავ აქტუალურია. ვართ დღეს და რამდენად სწრაფი ტემპით მივდივართ უკან. მე მგონი ამის გააზრება ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება. აი საქმეც ეს არის, რომ თქვათ აი სოფო თქვენ დასაწყისში რაც თქვით, ხო, რომ თქვათ აი მყისიერი რეაქცია ქუჩაში დემონსტრაციაზე გამოსვლა იქნება თუ თქვით საპროტესტო პლაკატის ჩვენება და ასე შემდეგ, ხო, ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რასაკვირველია, რასაც თქვათ ეწევა თეატრი დღეს ნამდვილად და თეატრის ადამიანებმა ეს დაამტკიცეს ჩვენს საზოგადოებაში რაღაცნაირად ძალიან როგორც იქნა დაიმსხვრა კლიშე, რომ თეატრი არის მხოლოდ ჩამყაყებული კონფორმისტული გარემო, როგორც იქნა ეს კლიშე დაიმსხვრა, რაც მე ძალიან მიხარია. ეს ერთია, მაგრამ მეორე არის კიდევ ის, რომ თქვათ ხშირად დაცინვით და ირონიულად მოიხსენიებენ ხოლმე, რომ თქვენ სცენიდან თქვით თქვენი სათქმელი და რა გინდათ ქუჩაში, თითქოს ასეთი აზრი ხშირად გამოსა. თუ მაგარი ხართ სცენიდან თქვით და ვამბობთ ბატონო, ვამბობთ, თქვენ არ უხურთ. ვამბობთ და საქმეც ეს არის, რომ ვამბობთ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ სცენიდან თქვით თქვენი სათქმელი, იმათ რომ ნახონ ჩვენი სპექტაკლები. მიხვდებიან, რომ ძალიან დააგვიანეს უკვე და ამაზე მინდა თქვა, რომ ცხადია მე არ მაქვს იმის ილუზია, არ ვარ ესე ვთქვათ, არ ვარ მაგასაკში, ესეთი ახალგაზრდაც არ ვარ, რომ ვთქვათ, ჩემი რაღაც სიტყვით თუ დაწერილი ტექსტ პიესით თუ დადგმული სპექტაკლით და ასე შემდეგ, რომ სამყაროს შევცვლი და ამოვაყირავებ, არ მაქვს ამის ილუზია, მაგრამ უკვალოდ ენერგია არსად არ იკარგება და ენერგიებზე არტო ბევრს წერს, უკვალოდ არ იკარგება და ეს მუხტი რომელიც ვთქვათ ამ სცენიდან იქნება თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თეატრით რო არ შემოვიფარგლოთ სხვა სახელოვნებო ნაწარმოების რაღაცა გამოხატული ფორმიდან იქნება ეს ენერგია მუხტავს ადამიანს და ეს ენერგია რაღაცაზე აფიქრებს და თუ თქვათ
ცოტათი მაინც რაღაცით მაინც ვიღაცის მაყურებლის 10%-ის პროვოცირება აზროვნებისკენ პროვოცირება და საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლისკენ პროვოცირებას მოვახდენთ ძალიან კარგი იქნება ეს სხვადასხვა ხო და აი ეს წიგნი ხო თქვა ესე პირდაპირ თქვა უხეშად რაღაცა პოლიტიკურ თანამედროვე რეალობაში ამას ვერ გადმოვიტანთ შეიძლება ვცადოთ მაგრამ უფრო ღრმა და მნიშვნელოვან შრეებს ეხება და უფრო ლაპარაკია იმაზე რომ არა ვთქვათ ბრეხტისგან განსხვავებით დაუშვათ რომელიც ძალიან ღიად პოლიტიკური იყო და რომელიც ძალიან ღიად სოციალისტი იყო და მოითხოვდა მარქსისტი მოითხოვდა რევოლუციურობას თეატრისგან და მოითხოვდა სწორედ რომ მაყურებელში გაეღვევებინა რევოლუციური და პოლიტიკური იყო მისი თეატრი შეძახილი იყო ხო მისი თქვა უხეშად რომ თქვა ძალიან პირდაპირი ფორმების მოაზროვნე იყო არტო სხვაგან მიდის სხვა სიღრმეებზე ლაპარაკობს და სინამდვილეში ამიტომაც არის ის ფილოსოფიის საკუთრება ხშირად უფრო მეტად ვიდრე თქვა პრაქტიკოსი თეატრ თუმცა თეატრის პრაქტიკაში გადაჟონა კარგად არტომ და ძალიან რეალიზებულია რაღაცეები დასავლურ თეატრალურ პრაქტიკაში და ჩვენთანაც ნაწილობრივ აწუყვე, მაგრამ თქვათ ეს უფრო სიღრმისეულ ცვლილებაზე ლაპარაკობს და არა მხოლოდ გარეგან გამოხატვებზე, თუმცა ისევ ამბობ ხო რომ გარეგანი რაღაცა გამოხატული სიღრმისეული ცვლილება რაც ავითარდება ხო მონაწილეში და შეიძლება მაყურებელიც ვიგულისხმოთ ის ცვლის ადამიანს. და აი თავი რაც აქ რაც მნიშვნელოვანი არის ის რომ თქვა რაღაცა ხავსის თუ რაღაცა ობის მოცილება იმ სახელოვნებო ფორმებისთვის რომელიც სილამაზის რეალობის შელამაზებას ცდილობენ თვალზე რაღაცა ლიბრი გადაგვაკრან რომ ყველაფერი კარგად არის. არა ყველაფერი არ არის კარგად და მაყურებელი უნდა შევაშინოთ ამბობს. მე მაინც მაყურებლისთვის ვიტყვი ესე ვთქვათ მივანიშნებ მას რომ ყველაფერი რაზეც დავითი დათო საუბრობს ახლა თეატრთან მიმართებაში პრინციპში შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ვრცელდება ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულებაზე მეოცე და მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ ხელოვნებაზე. ხა ბევრი ასპექტია კიდევ მაგრამ ეს რაღაცნაირი დეკონსტრუქცია ხელოვნების ფორმების თუ მისიისაც, რასაც არტო თეატრთან მიმართებაში აკეთებს, თუ ამბობს, სხვადასხვა ავტორების ენით თუ ხელით მოხდა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში. ახლა ცოტათი არტომ გამოიწვია და ზოგადად ჩვენმა შესავალმა გამოიწვია და თქვენმა საუბარმა პოლიტიკურობის შესახებ მინდა რომ დაგვრჩა 10-9 წუთი და მაინც კიდევ გავაკეთოთ აქცენტი როგორ დავარწმუნოთ მაყურებელი თუ საზოგადოება რომ პოლიტიკურის გარეშე, პოლიტიკური საწყისის გარეშე ხელოვნება და მით უფრო თეატრალურ სათეატრო ხელოვნებას არც არასდროს არ უარსებია. თქვენ აღნიშნეთ ბერძნული დრამა, რომელიც საბერძნეთის დემოკრატიის ნიშნებს აძლიერებდა და ის შემდგომ უკვე ბევრი ფაქტორი იყო, რაც ართმევდა თეატრს ამ უფლებას. არა, იმიტომ რომ პოლიტიკური პროპაგანდისტული თეატრიც მაპატია დავით, პროპაგანდისტული თეატრიც პოლიტიკურია გარკვეული თვალსაზრისით, ხო? და ასევე პოლიტიკური თეატრი, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას. აი ამ ორ შორის განსხვავება რო დავანახოთ მე მესამესაც ვიტყოდი, საქმე ეს არის, რომ კი, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული თეატრი, მაგალითად სოციალისტური, რომელიც ესე განვითარდა 30-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში და ძალიან დიდხანს იცოცხლა, პროპაგანდისტული რასაც გვიკვეთავენ კი, რასაც გვიკვეთავენ, რომ თქვა უნდა იყოს, მაგრამ ის არა, დღეს სხვა არის. დღეს არის შექმნა, აი მე სულ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, როდესაც თქვა იქნება პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები იქნება თუ მათზე მომუშავე ადამიანები და ასე შემდეგ, ჩემი კოლეგები მათ შორის, ბევრი არიან ესეთები, ხო? და ვამბობ ხო, რომ რა უფრო მძიმეა, რა უფრო დიდი ბოროტება, მოდი ასე ვთქვათ, შეფასება, გამოვიყენოთ ესეთ თამამი სიტყვა, რომ იყო პირდაპირ ღიად, ვთქვათ, რაღაცა პროპაგანდისტულ ნარატივს ემსახურებოდე
ანუ ძალიან პროპაგანდისტურ რაღაც ვთქვა, დაუშვათ სოციალისტურ სპექტაკლს დგამდე, თუ დგამდე კომედიას, სულელურ კომედიას, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სულელური კომედიებისა კონტექსტში, როდესაც ქვეყანა იქცევა და როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება ტურამ ქორწილი ქნაო და თავს ანუ ქმნიდე იმის ილუზიას ქმნიდე რომ არაფერი არ არის ცუდად. ყველაფერი არის კარგად, ჭყეტელა, სანახაობრივი, გასართობი კონტენტი, როგორც ახლა უყვართ თქმა, ხო? აი ეს არის დაკვეთა ახლა არის ეს. არა პროპაგანდისტული ხელოვნება, რომ თქვათ, მავანი ოლიგარქი კარგია თუ შენება მიმდინარეობს ქვეყანაში, არა ისეთი, როგორიც თქვათ, საბჭოთა დროს იყო, რომელიც ეს იყო სოციალიზმის დაკვეთა იყო ეს, როგორი სოციალიზმის სამყარო თემა არის ზეიმი და კარგად ყოფნა. ზეიმი და კარგად ყოფნა, მაგრამ ოღონდ ის რომ თქვათ, ერთ საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, როგორი იქნება იდეალური, როცა ჩვენ მივაღწევთ განვითარებულ სოციალიზმს, როგორი გახდება და როგორ ეს მიზნების ილუსტრირება, ანუ პარტიის პროგრამის მიზნების ილუსტრირება და ეხლა არის დაბლაგვება ემოციების. დაბლაგვება, რომ თქვათ, დაბლაგვება, იმიტომ რომ ეს სახელოვნებო თეორიაში ცნობილი ამბავია, ჩვენ არ ვიგონებთ. ამას ერჩის ბრეხტი ზუსტად, არტოდან ბრეხტთან გადავედით, რომ მაყურებელი, რომელიც დაკმაყოფილდება დარბაზში, გამოვა იქიდან კმაყოფილი, თან აუგრძნობს ამბავს. დამშვიდი წაიტირებს, შეიძლება გაიცინებს კიდეც იმ ტრაგედიაზე იქ რაც ნახა, ხო? და იქიდან გამოვა და არასოდეს დაკმაყოფილებული გამოვა და არასოდეს არ მოუნდება იმ რეალობის შეცვლა, რომელშიც ცხოვრობს. ეს უნდა გაუქმდეს. მე ვიკითხავ ასე. მოკლედ თეატრი რაღაცნაირად სული სარკეცარი და ამ უკანა წამზღვარებაშიც კი რევოლუციას იწვევს და ეგრეც არის რა. თეატრი ხელოვნების პირველი და ყველაზე მთავარი პლატფორმაც არის. დღეს ქართული თეატრი ვიცით რა მდგომარეობაშია, გარეთ გამოსულია, პროტესტის ავანგარდშია. აი ეს ყველაფერი რო დასრულდება და მალე რო გადაივლის ეს ქარი, როგორ ქართულ თეატრს მივიღებთ? ძალიან რთული კითხვა. მე მგონი, ოღონდ ერთ დაზუსტებას გავაკეთებდი, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული თეატრი პროტესტის ავანგარდშია, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ყველა არ არის ქართული თეატრი. ყველა არა, მაგრამ მოდი ქართული თეატრის დიდი ნაწილი ჩვენ და სამწუხაროდ ეს თვით კრიტიციზმი საჭიროა და თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არც არავინ არ უნდა მოვატყუოთ. სწორი იქნება, სამართლიანი იქნება ამის თქმა, რომ ქართული თეატრის დიდი ნაწილი ძალიან წარმატებით აგრძელებს კონფორმიზმის ჭაობში მოდი ზრდილობიანი სიტყვა ვთქვათ ცურვას. ასე რომ ეს ერთი და მეორე ის რომ ვთქვათ თქვენ იცით რომ თქვა თეატრები იხსნება, ეხლა უკვე თქვა პროტესტში მყოფი თეატრები მე მგონი უკვე თითქმის ყველა გაიხსნა და რაღაცნაირად მაგრამ ის ყველგან სხვადასხვა იქნება, მე სხვაზე ალბათ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ სხვა თეატრებზე, მაგრამ ერთი რამ ყველამ გააცნობიერა, ის რომ არ შეიძლება ისე გაგრძელდეს, ისე გააგრძელო არსებობა, ისე გააგრძელო სპექტაკლების ჩვენება, როგორც ეს იყო აქამდე. რას ნიშნავს ეს და რაში გამოიხატება არა ისე გაგრძელებაში, ხო? თქვა როგორი უნდა იყოს ახალი რეპერტუარი, როგორი უნდა იყოს ახალი თეატრი, ეს ისევ დაუბრუნდებით დასაწყის თემას, ხო? ერთი არის სწრაფი რეაქცია რაღაცას და რეაგირება და გამწარებული, განრისხებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და მეორე არის, თქვა რაღაცა სახელოვნო, ესე ყბადაღებული თქვენი სცენიდან თქვით თქვენი სპექტაკლებით რაღაცაო, ხო? ვიტყვით და არ მოგეწონებათ ძალიან. ესე რომ ქუჩაში ჯობდა ის. თუმცა სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ბოლო, ხო? ნაწარმოები ლიბერტე თავისუფლება. აი ამ საპროტესტო პროცესამდე პრინციპში, ხო? მაგ დროს შეიქმნა. მაგ დროს შეიქმნა და ძალიან ზუსტად და აღიქვა არაერთმა რეჟიმის, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტმა. არ ვიცი, შემგოებლობის პროპაგანდის ავტორმა, რომ ეს იყო რაღაცა საფრთხე, ხო? იცით რა, ზოგადად ესე მგონია, რომ მაინც ვიტყვი დათო იმას, რომ ამ წარმოდგენით უბრუნდებით მაყურებელს აპრილში მხოლოდ ერთი სპექტაკლი სათეატრო სივრცეში. კი, ნამდვილად. კი ბატონო, ხო, აი ზოგადად კითხვას რომ დაუბრუნდეთ, თქვა როგორი იქნება თეატრი. აი იცით უფრო დავაზუსტებდი, რას წამოიღებს ისეც რაც აქამდე სცენიდან არ გაგვიგია. თუ აქამდე საშუალებას აძლევდნენ წესიერი ადამიანები ქართულ თეატრში, თავს საშუალებას აძლევდნენ რომ მოდუნებულიყვნენ. ეხლა ვეღარ მოდუნდებ. წესიერი ადამიანები, არაწესიერები ისე წარმატებით გააგრძელებენ თქლებას, ეს მაგას უკვე ვხედავთ, ეს ისედაც ხდება. მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ თქო ყველას მიეცემა, ყველას უკვე ისედაც აქვს გაუჩნდა ეს შეგრძნება, რომ მე რაღაც წვლილი უნდა შევიტანე.
ანუ იგივე ყბადაღებული ჩემი სათქმელით სცენიდან, ხო, თქვათ ესე პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ესე ყველა მიხვდა ამის აუცილებლობას, თუ ვინმე აქამდე ვერ ხვდებოდა. მეც რა პატარა პასუხი შეიძლება ჩემი აზრით თეატრს განახლებული სიახლე რაც ექნება ამ გამოცდილებების შემდეგ ეს იქნება სხვანაირი მაყურებელიც არა ეს არის კი ბევრად პრეტენზიული ბევრად მომთხოვნი და ეს მაყურებელი შეიძლება ჯერ წარმოდგენასთან მიმართებაში ასეთი რამ არ გაუხმიანებია მაგრამ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს რაღაცა სელექციას რისი დრო არის რისი დრო არ არის და არაერთი პოლემიკა წავაწყდით სოციალურ ქსელში რომ როგორ შეიძლება ასე იქცეოდე ან ამას ამბობდე როდესაც მაგალითად სინდისის პატიმრები ყავს ერთი რამე მართლა მნიშვნელოვანია ეს მაყურებ ჩვენ დავიწყეთ იმით რომ ყველა თეორია ცენტრში მაყურებელს აყენებს თქო და მე თვითონ დამავიწყდა მაყურებელზე ლაპარაკი ხო ეს მნიშვნელოვანია კი თეატრმა ამ შემთხვევაში ამ გამოცდილების შედეგად შეიძინა ახალი მაყურებელი სხვა მაყურებელი და ძალიან ხშირად ვკითხულობდით ჩვენ ონლაინ ხშირად ისმოდა ეს აზრი რომ მე თეატრში არ დავდიოდი თეატრი არ მიყვარდა არ მაინტერესებდა ბძულდა ერთხელ ვიყავი ნამყოფი და მე ქუდი რო შემიგდო აღარ შევალ და მოკლედ მახულს იტყვალობდნენ ჩვენი აქტივისტები და ადამიანები უბრალოდ არ არის მაინდა-მაინც ესეთ იარლიყის მიწებება აქტივისტის თითქოს ეს რაღაცა პროფესია იყოს თითქოს რაღაც გულანთებული ადამიანი რაღაცა ხმამაღლა ამბობს ამით აქტივისტად იქცეოდეს არა ხო ეს ადამიანები ხშირად ამბობდნენ რომ უი რა საინტერესო ყოფილი რა საინტერესო ხალხი ყოფილა ამ თეატრში და მინდა მათ უთხრათ ისეთი თეატრი რომელიც მათ არ უყვარდათ და მათ სულდათ და ეს იზღებოდა ჩვენც არ მოგწონდა არასოდეს და ისეთი თეატრი არც ახლანდელ პროტესტში არ მონაწილეობს არა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მადლობა სტუმრობისთვის საინტერესო თემა კიდევ მოგისმენდით საუბრისთვის დავებშთობებით სოფოს დათოს ჩვენს ეთერს რეკლამა გააგრძელებს რეკლამის შემდეგ ძალიან მალე რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით გადაცემის პარტნიორია